კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე, ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. საუბარია 318 მუხლზე, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. სუსის განცხადებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად არაერთ გზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიების შედეგს ელოდება სახელმწიფო გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით. მნიშვნელოვანია გაირკვეს ყველა დეტალი ბოლო 2 დღეში ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ იყოს გამოკვლეული და გამოძიებული თუ რასთან ქონდა საქმე. ფაქტია, რომ ის იყო უჩვეული მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ეს დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა რაიმეს წინ გავუსწრო, ნახოთ რა იქნება შედეგი ამ გამოძიების, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის რაიმე ადამიანური ფაქტორი, ვინმე ჩარევა, რაიმენაირი ასე ვთქვათ საბოტაჟის ხასიათის მოქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოვლენილი. ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით დღის პირველ ნახევარში განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ელექტროსისტემამ, სადაც ვკითხულობთ, რომ 10 საათსა და 15 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ავარიის დაფიქსირებისთანავე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა. ვკითხულობთ სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში, სადაც ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად დილის 8 საათისთვის გაითიშა. 5,000 ლარიანი გირაო შეეფარდა ონისე ოქრიაშვილს ეძალდობისთვის ბრალდებულ ნიკო ხურცილავას. მოსამართლე მის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაო შეფარდებას, პროკურატურა კი 5,000 ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვდა. გამოძიების ცნობით ბრალდებული ონისე ოქრიაშვილს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა. სასამართლო სულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა, ჩვენი შუამდგომლობა იყოს კლასიკური გირაო, ასე რომ ვთქვათ, ხოლო პროკურატურის შუამდგომლობა იყო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ დაყოლა ჩვენი შუამდგომლობა და ნიკო ხურცილავა გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. მოინდანია, თუმცა ამ სხდომაზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ექცევა. სიღრმისეულ დეტალებში არ შევდივართ უშუალოდ დანაშაულის შესახებ, ვიხილავთ პიროვნებას და სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობას. ბრალდების ხარი აპელირებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. შესაბამისად, ეს არის ის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არსებობს საქმეში ობიექტურად, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვდით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია გირაოს ნაწილში. მოსამართლემ ეს ახსნა იმ განმარტებით, რომ ამ ეტაპზე ბრალდებული თავად გამოცხადდა მისინებით საპოლიციო დაწესებულებაში, აღიარა ჩადენილი ქმედება და შემდგომ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს კვეთა აქვს სისხლის სამართალთან, ანუ აქვს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ეს მიიღო თვალთახედვის არეში და შესაბამისად მას შეუფარდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით. სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე განმარტა, რომ არ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენება. ბრალდებულ ნიკო ხურცილავას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები. პროცესზე დილიდან მივიდა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, რომელმაც ნიკო ხურცილავას მხარდაჭერა მედიითაც გამოუცხადა.
დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი, იმიტომ რომ არ არსებობს ოჯახი, რომ ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე და მებებია ილიკო და ილარიონზე და კუკარაჩაზე არ გაზრდილიყო. ამიტომ ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი და მე ამას ძალადობას არ ვეძახი. ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა და მთელი ბაბუაჩემის ლიტერატურაც ეგ არის, ჰელადოსიც და თეთრი ბაირაღების და კუკარაჩაც. ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი როგორია. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას. პირველ რიგში უოლცავ ნიკოს განთავისუფლებას, სასამართლომ სწორი და მართებული გადაწყვეტილება მიიღო. იქედან გამომდინარე, რომ ნიკო ნამდვილად არ არის მოძალადე, ნამდვილად არ არის დამნაშავე ადამიანი, ნიკო არის კარგი ადამიანი. ამას უშუალოდ ვინც იცნობს ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ გაღიზიანება გამოიწვია იქიდან გამომდინარე ამ ყველაფერმა, რომ ქართველი ვაჟკაცისთვის, ქართველი ადამიანისთვის ისეთ სათუთ თემებს, როდესაც ეხები, როგორიცაა ეკლესია, შენი რელიგია, შენი პატრიარქი და ამ ყველაფერს შენ კომიკოსობას აბრალები და რაღაც გინდა ამით გაამართლო, ეს ყველაფერი ქართველი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ 5,000 ლარიანი გირაოც საკუთრებით საკმარისი იყო ნიკოსთვის. ჩემი მეგობარი ნიკო ხურცილავა მიერ განხორციელებული ძალადობა, რა თქმა უნდა, იყო მიუღებელი ფორმით. ხურცილავას გაღიზიანება რამაც გამოიწვია, ასევე იწვევს ჩვენ თითოეულის გაღიზიანებას და პირადად ჩემს გაღიზიანებასაც, რადგან მე ვთვლი, რომ ბატონი ონისეს იუმორი ყოველთვის არის პროპაგანდული იუმორი. არა იყო არის იუმორისტული ნომერი. ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა. არ იყო ეს იუმორისტული ნომერი. შეიძლება აკრიტიკო, ყველანაირად ილაპარაკო, თუ კრიტიკა გინდა კონკრეტული ადამიანის, მაგრამ წმინდას, რაც შეეხება საქართველოს საუნჯეს, ვერავინ ვერ შეეხება და ეს კარგად გაითვალისწინოს უყურება. ეკლესიისა და ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ავტორს კი საჯარო მხარდაჭერას უცხადებს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ციხიდან გავრცელებულ მორიგ პოსტში წერს ონისე ყველაფერს მაგრად აკეთებდა ნურაფრის ნუ შეგეშინდება. სააკაშვილის ამ განცხადებას სიძულვილის ენის წახალისებად და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფად მიიჩნევენ ქართულ ოცნებასა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. რა გამოხმაურება მოჰყვა სააკაშვილის განცხადებას პოლიტიკური შეფასებებით ლელა ჯავახიშვილია პირდაპირ ეთერში. მიზანმიმართული კამპანია ეროვნული ავტორიტეტების წინააღმდეგ ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურებას და საჯარო მხარდაჭერას ონისე ოქრიაშვილის მისამართით, რომლის ხუმრობებიც მწერლებისა და რელიგიის შეურაცხყოფად შეფასდა. შალვა პაპუაშვილმა ამ საკითხზე მედიასთან საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით ფაქტი ადასტურებს, რომ სიძულვილის ენის წახალისება, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, გარედან თავს მოხვეულია. სპიკერი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფსევდო ავტორიტეტებით ჩანაცვლებისთვის საჯარო სივრცეში ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმა ხდება. ყველა უკვე კარგად ხედავს, რომ სიძულვილი, ზიზღისენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ გარედან თავს მოგვახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვანაირი ხრივ რახან ვერ მოგვერიან, ეს არის რომ შეეცადონ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. რასაც ჩვენ ხედავთ სიძულვილის ენის ხარდაჭერას გარედან, რასაც ხედავთ ჩვენ და ხედავთ ამით წაქეზებას, სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოს და საზოგადოებას. რაც შეეხება ამ საკითხს, ეს კიდე მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებრალვას, ეს მიზანიც არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრეობაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუმბაძე ამოიღეს სამიზნედ, ზუსტად იმ ჩვენს საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს. ეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ და რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავინახოთ სწორედ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩია. მისი ღირებულებები იყოს ქართული ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების თუ საამაყო წინაპრის. ასე რომ ეს არის მიზანმიმართული
ანტიქართული კამპანია. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სიძულვილის ენის წახალისება მიხეილ სააკაშვილისგან არ უკვირთ. მათი თქმით, ექს-პრეზიდენტისთვის ყოველთვის მოსაწონი იყო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, სააკაშვილის პარტიის წევრები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, თუმცა პოზიცია ცნობილია. განცხადებები ონისე ოქრიაშვილის საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან ჯერ კიდევ გუშინ გაკეთდა. როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, საუბარია ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება, ადამიანების შეხედულებები არის განსხვავებული. უბრალოდ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეფასებები და ვიღაცას ეს მოსწონდეს, ან ვიღაცას უბრალოდ არ მოსწონდეს. ეს ხომ არის ერთობლიობაში კომერციული საქმიანობა, ანუ ადამიანი თუ ლაპარაკობს ისეთს, რომ მას ყავს ბევრი მოწინააღმდეგე და ის არ მოსწონთ, ესა უნდა აისახოს მის საქმიანობაზე. კაცი, რომელმაც მტერს ლანგრით მიართვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი. შიდა ქართლი მავთუხლართით გადააღობინა მტერს. ლანგრით მიართვა კოდორის ხეობა. კაცი, რომელიც 9 წლის განმავლობაში აუბედურებდა თავის ქვეყანას, დასცინოდა წმინდანებს. მისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ამ ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან და ამიტომაც აქებდა ის და უწოდებს განათლებულ საღადმოაზროვნე ადამიანებს. ასეთი ახალგაზრდების ჩამოყალიბების, ასეთი თაობის შექმნის მიზანი ჰქონდათ სწორედ აი ამ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს და მათ შორის მაგიტო იყო ეს აგენტურა ხელისუფლების სათავეში, მაგიტო მოიყვანეს თავის დროზე, რომ შეექმნათ ისეთი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს იკადრებდა. განათლებული გონება გახსნილი და პოზიტიური, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს ონისე ოქრიაშვილს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook პოსტში, რომლითაც ის მას საჯარო მხარდაჭერას უცხადებს. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეცის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ავადაშვილის კლინიკაში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ კი ბრალდებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა კაპანაძეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილება გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. გამოძიების თანახმად 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა 4 ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდებას სცადეს. რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე კი დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღით მათი სიცოცხლის ხელყოფასაც შეეცადა. პატიმრობა შეეფარდა ავტოფის ღონისძიების სახით. სასამართლო განისახულა 14 სექტემბერს ჩაინიშნა უბრალოდ პოლიცია ის იყო, რომ არ იყო ადამიანი ადეკვატური რა. დაინიშნება ეს შესაბამისი ექსპერტიზები, მე დაადგინე სასამართლო არ იყო არა ეს ადამიანი შეაფასდი. შეუერთდა გამოძიება ამასთან დაკავშირებით ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში კვლევის მიზნით. სურს რომ ოჯახს გამოუცხადო სამძიმარი ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ და დარწმუნებით ის რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ემყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით, დოკუმენტაციით არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა. ვერაზე დაჭრილი 2 ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. ექიმების ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია, ბინაზე კი დღეს ან ხვალ გაეწერებიან. მდგომარეობით 2 პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ოგებსენებად გააქტიურებულები არიან. დღეს
საღამოს ან ხვალდილით ავარაუდოთ პაციენტები გაეჭედებიან ბინაზე. დაწერის შემდგომ დასჭირდება რეაბილიტაცია, დასავლეთ წარმატებით არის ოპერაციები გაკეთებული ორივე პაციენტთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს Skyport-ის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. გამოძიების ცნობით საუბარია ქუთაისში განსახორციელებელ პროექტზე, რომლის თანახმადაც მრავალბინიანი კორპუსი 2019 წლის თებერვლამდე უნდა აშენებულიყო. დაზარალებულია 91 მოქალაქე და მითვისებულია მათი კუთვნილი თანხა, რომელიც $1,200,000 ამერიკულ დოლარსა და თითქმის 411,900 ლარს შეადგენს. გამოძიება ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოგვიანებით დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კიდევ 15 მოქალაქისგან თაღლითურად მიითვისეს 420,000 ამერიკული დოლარი და მათ არარსებული საცხოვრებელი და კომერციული ფართები მიყიდეს. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმის მასალების თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით შპს Skyports ბარათაშვილის ქუჩა ნომერ 129-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა. გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნული საფუძველზე მათ უნდა გადასცემოდათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული $1,258,322 ამერიკული დოლარი და 411,897 ლარი მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდგომ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები შეიყვანეს შეცდომაში და მათ არარსებული საერთო ჯამში 1287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 420,000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ. საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს $1,688,374 ამერიკული დოლარის და 411,897 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი მოადგილეებთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა. კრიმინალურმა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. მათ შორის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 13 მჭიდი, 544 ვაზნა და 2 ხელყუმბარა. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ კი სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებული სახით დააკავეს. პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დედოფლის წყაროში ფესტივალი ავლოობა მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ პარკში. დილიდან მოწყობილია ფერმერების საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილია ქართული აგრარული მემკვიდრეობა. ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი თემატური პავილიონები და პურის ცხობის ტრადიციულ მეთოდებს გაიცნენ. ფესტივალი წელს პირველად იმართება და მიზანია ქართული ხორბლის აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სოფლის განვითარების სააგენტოში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რითიც შესაძლებლობას ვაძლევთ ადგილობრივ ფერმერებს, რომ მივეხმაროთ როგორც თვითონ მოყვანის პროცესში, ასევე მოსავლის აღების დაფინავების პროცესში. ეს არის როგორც მექანიზაციის მხარდაჭერა, ასევე ექსტენსიის მიმართულებით მხარდაჭერა. ამ ორივე მიმართულებით შესაძლებლობა იქნება ერთის მხრივ რომ გაუმჯობესებული მოსავალი იყოს და მეორეს მხრივ გქონდეთ შესაძლებლობა ადგილობრივ ფერმერებს კარგად დააბინაონ და აიღონ მოსავალი. საქართველოს 8000-ლოვანი ღვინის კულტურის და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად არის ხორბლის კულტივაციის კერა, სადაც გვაქვს უნიკალური ჯიშები, 5 ენდემური ჯიში და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ასე რომ დადასტურებულია, რომ საქართველო არის კულტურული ხორბლის ავტონომიური კერა. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის გამსაზღვრელი ნაწილი 1000 წლეულების განმავლობაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხის დანახვისა დავინახოთ ამაში ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი. მოსავალი არის დიდი, ყოველწლიურად მზარდია, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მატერიალურ დოვლას და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ ტექნოლოგიებით და იმ განათლებით, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ ყოველწლიურად ჩვენს ფერმერებს, უფრო და უფრო მზარდი იქნება კახეთში მარცვლეულის მოსავალი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის. 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია. პროექტი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კი კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გაუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას. ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი განვითარების ხედვის, მათ შორის 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სატენდერო პროცესი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად ხორციელდება. ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად პროექტი ხაშურში საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობასაც ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს. აღნიშნული პროექტი ხორციელდება არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად რეგიონისთვის, შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის და მსგავსი მასშტაბის შესყიდვის განხორციელება, იმისათვის რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა და შესაბამისად შევძლოთ გაზრდილი ტვირთდაკადების მომსახურება. ეს არის რკინიგზისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ისტორიული ტენდერი, გამომდინარე იქით, რომ ამ ხელა შესყიდვა არასოდეს არ განხორციელებულა. ჩვენ სამწუხაროდ საკმაოდ მოძველებული ელმავლები გვყავს და ვახდენ სრულად განახლებას ამ ელმავლების და შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომ საქართველო გახდება უფრო ეფექტიანი, უფრო სწრაფი რკინიგზა გვექნება და უფრო გაცილებით მარტივად და კარგად გადავზდოთ ტვირთებს. 1980 წლიდან მუშაობ რკინიგზაში. ესეთი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ განხორციელებულა, არ ყოფილა შეძენილი არც ერთი მოძრავი შემადგენლობა. აღნიშნული ელმავლების შეძენა მკვეთრად გამოასწორებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს საქართველოს რკინიგზაზე.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასლანიძისა და აფაქიძის ქუჩების კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც წყალარინების, ისე წყლის ქსელი. ამას გარდა ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ყველა საჰაერო კაბელი განთავსდება მიწის ქვეშ, მოეწყობა ტროტუარები და განათების ქსელი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ადგილზე გაეცნო. სპორტის სასახლის მიმდებარედ ვაგრძელებთ ქუჩების მოწესრიგებას, წინა წელს დავასრულეთ ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაცია. ეხლა 4000 კვადრატულ ფართობზე მიმდინარეობს სამუშაოები ასლანიძისა და აფაქიძის ქუჩის კვეთაზე. სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ყველა საჰაერო კაბელი განთავსება მიწის ქვეშ, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ეწყობა ტროტუარები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და ეს პროექტის ეს ნაწილი სექტემბრის თვეში დასრულდება. რუსთავის მერია მუნიციპალური სერვისების რეფორმების ფარგლებში თანამშრომლების პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ამავდროულად გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, პროფესიული გადამზადების კურსი, რომელიც რუსთავის მერის 1500-მდე თანამშრომელმა უკვე გაიარა, ეფექტურ კომუნიკაციას, სამართლებრივ და საფინანსო სფეროს ციფრულ პროგრამებსა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას მოიცავს. მერია მუნიციპალური ტრენინგ ცენტრის შექმნის კონცეფციაზეც მუშაობს. რუსთავის მერის გუნდს გვაქვს განსაკუთრებული მიდგომა ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. დღემდე 1500 თანამშრომელს გავლილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი. ჩვენ ყოველთვის ვემზადებით და ვამზადებთ ჩვენ თანამშრომლებს. გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები და გეგმები და სწორედ ამ გეგმების შესრულებას, ახალი სერვისების განხორციელებას სჭირდება მომზადებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ადამიანი. მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის კურსი, ასევე გრძელდება ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადება. პარალელურად კი ვაგრძელებთ ტრენინგ ცენტრის კონცეფციაზე მუშაობას. ამ ეტაპზე რუსთავის მერიას გადამზადებული ყავს 40-მდე თანამშრომელი ტრენერად. მათ შექმნილი აქვთ საკუთარი ტრენინგ მოდულები, რომლებიც ეხება მუნიციპალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მადლობის წერილები ხაშურის მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ გადასცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა. განახლებული სისტემის თანახმად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური 3 კატეგორიად იყოფა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ექნებათ. შეხვედრის მიზანი იყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს მისია, დანიშნულება, რა მიზანს ემსახურება. დეტალებში ჩავედით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით რა ცვლილებები განხორციელდა ამ 2 წლის განმავლობაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების დინამიკა მზარდია, რაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას განაგრძობს. დღეს ჩატარდა შეხვედრა სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია საკრებულოს მერის წარმომადგენლების, ასევე წვევამდელთა მშობლების წინაშე. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ხელს უწყობს წვევამდელთა უფრო მეტ ინფორმირებას. ჩემი შვილი წავიდა თავისი სურვილით, დღემდე მოუწოდებს თავის საახლობლოს სამეგობროს, რომ წავიდნენ სამხედრო სამსახურში. იქ არის ყველა პირობა იდეალურად დაცული, ყველაფერი არის კარგი და სურვილი აქვს, რომ გააგრძელოს სამხედრო სამსახური. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე. ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ეტაპის გავლით ისტორიაში პირველად იასპარეზეს. ეროვნული ნაკრები იტალიის, მონტენეგროსა და ხორვატიის გუნდებს შეხვდა და 3-ვე მატჩი დათმო. ფინალს დაესწრო სპორტის მინისტრი. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიო თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა. სამწუხაროა, რომ მსოფლიო თასის სუპერ
ფინალში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო. მაგრამ თავარი გამარჯვება არის ის, რომ ჩვენ 8 საუკეთესო გუნდს შორის ვხვდით. შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო და შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავით მომზადებული. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მზადების პროცესს კიდევ გააგრძელებს, კიდევ მოემზადება იმისთვის, რომ ჩვენი თავარი საწინდარი, რომელსაც ქვია ოლიმპიურ თამაშებზე თამაში, მივახციოთ. ჩვენთვის ერთგვარი გამოცდილება იყო, მაგრამ ამავდროულად ამბიციაც გვაქვს უკვე დიდი ხანია. გაგვიჩნდა ეს ამბიცია, რომ დავამარცხოთ სოფლიო გრანდები, ეს არაერთხელ გვიქნია. სამწუხაროდ ამ ტურნირზე ეს ვერ მოვახერხეთ, ბევრი დადებით და უარყოფითი მხარე ჰქონდა ჩვენ თამაშებს, ჩვენ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, დადებით მხარე უნდა გავინახოთ და გავიჭრეთ, მაგრამ სამუშაო არის იმ შეცდომებზე. ყველაფერი წინა, რა თქმა უნდა, რაღაცა ჩვენც უნდა დავფიქრეთ და რაღაცა შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება ამ თამაშების მერე მიღებული. განიხილება ფედერაციაში და ნახოთ, მაგრამ მე მინდა ბიჭებს წარმატება უსურვო. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ სპორტი ლაშა დვალიშვილთან ერთად, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე rus.2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rus.2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.